იცი რატო გესმის ძალიან ხშირად, რომ საკუთარი თავის სიყვარული არის მნიშვნელოვანი ცხოვრების ტრანსფორმაციის ეტაპზე და ის რომ შენი თავის შეყვარების გარეშე ვერანაირ სურვილს ვერ აისრულებ და ვერ იქნები ბედნიერი ვერც პირად და ვერც კარიერულ ცხოვრებაში. იმიტომ რომ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება რეალურად ყველაფერი კარგი, ყველაფერი დადებითი ჩვენს ამ მატერიალურ სამყაროში. და ხშირად მისვამარ შეკითხვას, როგორ უნდა დავიწყო საკუთარი თავის სიყვარული, რომ ჩვენთვის ეს, ჩვენი თაობისთვის ეს არავის არ უსწავლია. მოდი წარმოიდგინე, რომ შენ დაუშვი შეცდომა. რაღაცა გააკეთე, რასაც შენ აღიქვავ შეცდომად. რას აკეთებ ამ დროს პირველ რიგში? უმრავლეს შემთხვევაში პასუხი ამაზე არის ის, რომ ვიწყებ საკუთარი თავის გაკრიტიკებას, ვიწყებ ლანძღვას ხშირად, ხომ? ვიწყებ იმაზე ფიქრს თუ რა სულელი ვარ, როგორ დავუშვი იგივე შეცდომა, რამდენიმდე შეიძლება ეს ყველაფერი მე მემართებოდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მოდი ახლა წარმოიდგინე, ზუსტად იგივე სიტუაცია, იგივე შეცდომა შენმა მეგობარმა რომ გააკეთოს რას ისევ. ჩვენ ხომ გვასწავლეს, რომ მეგობრებს უნდა გავუგოთ, მეგობრებს უნდა მხარი დავუჭიროთ, მეგობრებს უნდა დავეხმაროთ. და რას იზამ ამ შემთხვევაში? დაიწყებ შენი მეგობრის მხარდაჭერას. არ დაიწყებ მის ლანძღვას, არ დაიწყებ მის დამუნათებას, არ ეტყვი რომ ის ლუზერია, პირიქით და ეცდები რომ ამ სიტუაციაში რაღაც დადებითი, თუნდაც მარცვალი დაანახო, ფოკუსი მასზე გააკეთებინო და მხარი დაუჭირო, რომ მალე გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და განაგრძოს ცხოვრება და ყველაზე მათ შეუძლია მაქსიმუმი გააკეთოს ისწავლოს თავის დაშვებულ შეცდომაზე. და რატომ არ აკეთებ ამას შენთვის? ეს რომ გავიაზრე, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული დღე. რატომ არ ვაკეთებთ ამას ჩვენთვის, ჩვენს თავს, ჩვენ თავს, რომელიც არის ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და უნდა იყოს, თუ ასე არ არის. ჩვენი თავი არის ამით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში. და ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის საკუთარი თავის სიყვარული. ამიტომ თუ შენ ფიქრობ, რომ არ იცი როგორ შეიყვარო შენი თავი და გინდა რომ ტრანსფორმაცია განიცადო და გინდა რომ ბევრი კარგი რაღაც მოხდეს შენ ცხოვრებაში, პირველი ნაბიჯით დაიწყე. ყოველ ჯერზე, როდესაც დაიწყებ საკუთარი თავის კრიტიკას, ლანძღვას და არ დაფასებას, გაჩერდი და გაიხსენე. რას იზამდი ამ შემთხვევაში შენს საუკეთესო მეგობარს იგივე რომ შემთხვეოდა და ზუსტად იგივე გააკეთე შენი თავისთვისაც.